26 მაისი, დღე რომელმაც საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აქცია. ეს იყო ნაბიჯი დამოუკიდებლობის, პასუხისმგებლობისა და თავისუფლებისკენ, რომელსაც ქართველი ხალხი ათწლეულების განმავლობაში ელოდა. 1918 წლის 26 მაისს მეფის ნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის აქტის მიღებით და ხელმოწერების დასმით საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა. ასე შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, პირველი დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო თანამედროვე ეპოქაში. ქვეყნის დამოუკიდებლობის პირობებში ჩამოყალიბდა ხელისუფლების სამმართველო სტრუქტურები, შეიქმნა ეროვნული არმია, გამოიცა კონსტიტუცია და გატარდა მნიშვნელოვანი რეფორმები. 1918 წელსვე დააარსა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და დამყარდა დიპლომატიური ურთიერთობები ევროპის რიგ ქვეყნებთან. თუმცა ყველა ქართველის ახდენილი ოცნება დროებითი აღმოჩნდა. 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთი წითელი არმიის მეშვეობით საქართველოში შეიჭრა. 5 კვირიანი ბრძოლისა და გმირული თავგანწირვის მიუხედავად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეებმა ვერ შეძლეს დამოუკიდებლობის დაცვა. 25 თებერვალს დაწყებულმა საბჭოთა ოკუპაციამ მთელი 70 წელი გასტანა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა ხანმოკლე აღმოჩნდა, 1918-1921 წლებს საქართველოს ისტორიაში დიდი ადგილი უკავია, რადგან სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი ქვეყნის თანამედროვე სახელმწიფოებრიობას და კვალი დაუტოვა საქართველოს მომავალს დამოუკიდებლობის აღდგენისთვის. 1918 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადება ქართულ საზოგადოებაში იმედით და ეროვნული სიამაყით იყო ახსავსე. კუჩებში, გაზეთებსა და თუ სახლებში ყველა ამ დღის მნიშვნელობაზე საუბრობდა და მიუხედავად რთული ვითარებისა მოლოდინი იყო, რომ საქართველოს შეძლებდა სრულფასოვან დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას. დღეს 26 მაისი საქართველოს ოფიციალური დამოუკიდებლობის დღეა. ეს არის დღე, რომელიც გვახსენებს, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა ისტორიული მონაპოვარია და ის საჭიროებს დაცვას, განვითარებას და მოქალაქეთა აქტიურ მონაწილეობას. 26 მაისი მხოლოდ ისტორიული თარიღი არ არის. ის ყოველდღიური პასუხისმგებლობაა და გვახსენებს ერს, ვინ ვართ და რას ვაფასებთ.